რეჟიმის მეთაურმა ივანიშვილმა იგრძნო, რომ მთავარი ალტერნატივა ხელისუფლების დღეს არის ლეიბორისტული პარტია, თელავიდან პირდაპირ მოუწოდა თავის სტრუქტურებს არ შეგვიშვან პარლამენტში. ჩვენ მოუწოდებთ ჩვენი მომხრეების მრავალრიცხოვან არმიას მასობრივად დაიძარით 8 ოქტომბერს არჩევნებში ხმის მოსაცემად, ხოლო საღამოს 8 საათიდან ყველა შეიკრიბეთ თქვენს უბნებზე, საარჩევნო უბნებზე, რათა ბოროტ მოქმედებს არ მიეცეთ საშუალება გააყალბონ არჩევნების შედეგები. მოუწოდებთ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს, ვის ტერიტორიაზეც არსებულ ბანკებში განთავსებულია ივანიშვილის კრიმინალური მილიარდები. დაადეთ ყადაღა ამ ანგარიშებს, გაყინეთ ეს ანგარიშები, სანამ ჯერ კიდევ დროა და სანამ ეს არაადეკვატური ადამიანი ქვეყანას არ გადააგდებს სამოქალაქო კონფრონტაციის ძალიან დიდ ასპარეზზე. და ხედავთ ალბათ, ხო? ერთი ხელით მემორანდუმს გვაწვდიან თანამშრომლობაზე და მშვიდობასა და ხმის ამოუღებლობაზე და მეორე ხელით გვიცხადებენ, რომ თქვენ პარლამენტში არ შეგიშვებთ. ცუდად დამთავრდება, მეგობრებო, თქვენთვის ეს თამაში.